ის სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამ პოსტზე გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა. სულ 31 განაცხადი იყო შესული. ჩოგოვაძე კონკურსის წესით შეარჩიეს. ჩვენ საშუალება გვაქვს გავიცნოთ ახლა პირდაპირ ეთერში გიორგი ჩოგოვაძე. ის ჩვენი სტუმარია და ჩვენ შეგხვდებით უპასუხოს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით პატრო გიორგი და გილოცავთ ამ პოსტზე დანიშნას. მადლობა, მოგესალმებით, მიესალმებით მაყურებელს. მოდით რომ გაეცნოთ მაყურებელს, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და რა პრინციპით მოხდა თქვენი კანდიდატურის შერჩევა? ჩემი კანდიდატურის შერჩევა ალბათ ჩვენთან არ არის შეკითხვა, მაგრამ გამოცდილება მართლაც დიდი მაქვს ამ სფეროში. 98 წლიდან დამოყოლებული ჩემი გამოცდილება ტურიზმში და ავიაციაში ამ წლიდან იწყებს სათავეს და ბოლო დრომდე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ტურიზმის განვითარებაში საქართველოში. გასაგებია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკვე აქტიურად იწყება საუბარი სათხილამურო კურორტებზე. რას აპირებთ ამ მიმართულებით? თუ გაქვთ უკვე გარკვეული პროგრამა შემუშავებული ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, სიახლეები რა იქნება? ზამთრის პერიოდის სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია. მე ხვალიდან დავიწყებ ამ სამსახურში მუშაობას. შესაბამისად, ეს სიახლეები გახდება თქვენთვის ცნობილი, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს სიახლეები უჩემოდ არის შემუშავებული. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ტურიზმის პრიორიტეტი კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარების კუთხით. და მოგახსენებთ, რომ ტურიზმი ეს არის ის დარგი, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით არის საინტერესო ეკონომიკური განვითარებისთვის, მათ შორის დასაქმებისთვის, მათ შორის ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, მათ შორის იმით არის კარგი, რომ არ არის ცალკე მდგომი სექტორი და ის მოიცავს სხვა სექტორების განვითარებასაც, მათ შორის ეგრეთ წოდებული სტუმართმოყვარეობის სექტორი, სასტუმროების, რესტორნების და ასე შემდეგ. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმს გააჩნია სხვა სექტორებისგან განსხვავებით პოტენციალი, რომ ჩქარა განვითარდეს და ჩქარა მივიღოთ რეზულტატები და ის საინტერესო ასევე საინვესტიციო კუთხით. რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩქარა მიიღოთ რეზულტატი? რა არის თქვენი პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც პოსტზე დაინიშნებით? რას გააკეთებთ? პირველი ღონისძიება რა იქნება? ღონისძიებას დასახელებისგან თავ შევიკავებდი, მე შემიძლია ვთქვა, რას გავაკეთებ, რითი დავკავდები. ეს იქნება სტრატეგიის შემუშავება, იმიტომ რომ მოგეხსენება ტურიზმი სულ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო ამ ქვეყანაში, მაგრამ თანმიმდევრულად მაინც არ ვითარდებოდა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მერე ამ სტრატეგიის განხორციელება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება სწორი სამიზნე ბაზრების შერჩევა და მათთან სწორი მუშაობით. ბატონო გიორგი, ერთ შეკითხვასაც დაგესვამთ. თქვენი წინამორბედი უხეშად რომ ვთქვათ, კაზანტიპის ფესტივალს გადაყვა. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ ფესტივალთან დაკავშირებით? ხომ არ აპირებთ ვთქვათ აი ამ ფესტივალზე მუშაობას ისევ რომ ჩატარდეს საქართველოში? ზოგადად ფესტივალებით დავიწყოთ. ფესტივალი მუსიკალური იქნება თუ სხვა ტიპის ფესტივალი, რომელიც ტურიზმის შემოსვლას შეუწყობს ხელს. ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ნებისმიერი ორგანიზატორის წინადადებას. რაც შეეხება კონკრეტულად კაზანტიპს, აქ ცოტა რთული სიტუაცია, იმიტომ რომ არ არის ჯერ ინფორმაცია ორგანიზატორი წელსაც მოგმართავს ამ თხოვნით თუ არა, არის თუ არა მისგან სურვილი რომ ჩატარდეს ესეთი ტიპის ღონისძიება. თუ იქნება ჩვენ დაველაპარაკებით ორგანიზატორ მხარეს, მაგრამ ამავდროულად განვიხილავთ იმ პრობლემებს, რაც იყო უკვე, იმიტომ რომ რაღაც ისტორია არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც პრობლემები შეექმნა იქ მიკრომეწარმეებს, რომლებმაც და განვიხილავთ, ანალიზს გავაკეთებთ. ჩვენ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ შეგთხოვს პირდაპირ ეთერში